ქართული ოცნება მძიმე განხილვას რომ ელოდება შეერთებული შტატების სენატში, ამაზე მეტყველებს მათი განცხადებები და ის თავდასხმები, რომელსაც ახორციელებენ ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების მხრიდან და ამ შემთხვევაში ქართული ოცნების სამიზნე არიან სწორედ ის კონგრესმენები და სენატორები, რომლებიც არიან მეგობარი აქტის ინიციატორები და ასევე თანაავტორები და სპონსორები. ამ შემთხვევაში ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, კონგრესმენი ჯო ვილსონი, ეს ადამიანები, რომლებიც არიან პრეზიდენტ ტრამპის გუნდის წევრები, აღმოჩნდნენ ოცნების სამიზნეები და მათ პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ადამიანები წარმოადგენენ deep states. პრაქტიკულად ქართული ოცნება ამბობს იმას, რომ პრეზიდენტ ტრამპს საკუთარ გუნდშივე ყავს deep state-ის წარმომადგენლები. ერთი მხრივ იმედგაცრუებულები არიან იმის გამო, რომ დონალდ ტრამპმა ამ დრომდე ვერ შეძლო deep state-ის დამარცხება, თუმცა მეორე მხრივ ცდილობენ, რომ ტრამპზე ასე ვთქვათ თავდასხმა არ განახორციელონ, თუმცა ესხმიან იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც წარმოადგენენ პრეზიდენტ ტრამპის პარტიას. ქართული ოცნება პირდაპირ ამბობს, რომ ეს ადამიანები ასრულებენ deep state-ის დაკვეთებს საქართველოში და მათ აქვთ ერთი მკაფიო მიზანი, რომ საქართველოს ჩამოშალონ, საქართველოში გაანადგურონ დემოკრატია და პრაქტიკულად ეს ადამიანები ქვეყნის მტრობაში დაადანაშაულეს. მხოლოდ იმიტომ, რომ მათ დაინიცირეს კანონპროექტი, მეგობარი აქტი, რომელიც გულისხმობს ოლიგარქის რეჟიმის სანქცირებას და მეორე მხრივ კანონპროექტი წარმოადგენს ქართველი ხალხის მხარდაჭერასაც, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს კანონპროექტი ძალაში შევა და კანონად იქცევა, ეს დაეხმარება საქართველოს ქართველი ხალხისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების გაძლიერებას, ასევე საქართველოსა და შტატებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებას და ასე შემდეგ. ქართული ოცნება ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს კანონპროექტი და ეს აქტი არის ქართველი ხალხის მტრობის აქტი, რაც რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება და მართველი გუნდი ისევ ცდილობს საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანოს, ისევე როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციები, როგორც ჩანს ეს აქტიც ქართული ოცნებისთვის წარმოადგენს ფარატინა ფურცელს და მთელი დღის განმავლობაში სწორედ ამაზე აპელირებდნენ ივანიშვილის გუნდის წევრები, რომ მეგობარი აქტი მათთვის მნიშვნელოვანი არ არის. ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი ებრძვის deep states. მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება ეს იყო deep state-ის დამარცხება. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები, ეს სენატორები წარმოადგენენ deep states და ამაზე მეტყველებს თუნდაც ის თავდასხმები, რაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ. რაც შეეხება აღნიშნულ აქტს და მის სათაურს, ესეც ცინიკურია, იმიტომ რომ მეგობრული და მეგობრობასთან კავშირი აღნიშნულ აქტს არაფერი არ გააჩნია, ეს არის ჩვეულებრივი მტრობა. როგორც რიში, ასევე შახინი, ორივე პარტიის წარმომადგენელი. საკურველი ესენი არიან აღმზრდელები მიშა სააკაშვილის. მათი ამოცანებიც არ შეცვლილა. საქართველოს უნდა გაიღოს მსხვერპლი. საქართველოს ერთხელ უკვე გაიღო მსხვერპლი, დაკარგა ტერიტორიების 20% და უამრავი ადამიანების გაუბედურების ხარჯზე მოხდა ეს. ახლა მეორე მსხვერპლს ითხოვე, რომ საქართველოს ჩაერთოს ისეთ პროცესში, საიდანაც აუცილებლად გამოვა სერიოზული ზარალი, ზოგადად თუ გამოვიდა და გადარჩა. რასაკვირველია, ამას თავის შემოქმედები ყავდათ. და ეს კონკრეტული ადამიანები სწორედ იმ შემოქმედთა ჯგუფიდან არიან. არავითარ მნიშვნელობა არ აქვს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი ძმაკაცობის, ნათესავ დედმამიშვილობის და ნათელმირონობის აქტის რომ დაარქვა. ესეთი აქტი ინიცირებული იქნება განსაკუთრებით იმ ადამიანების მიერ, რომელიც არის რიში და შაჰინი, რომელსაც პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენი ქვეყანა ეზიზღებათ. არავითარი იმ ფურცლის ფასიც კი არა აქვს ასეთ აქტს, რომელზედაც დაბეჭდილი არის ასეთი აქტები და მეგობარი აქტის პირველი მოსმენის დაწყებამდე ზუსტად 1 საათი რჩება, სადაც ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები პირველად დაიწყებენ მსჯელობას კანონპროექტთან დაკავშირებით. ამ კანონპროექტის ფარგლებში ამერიკელი პოლიტიკოსები წარმოადგენენ, რას გულისხმობს უშუალოდ მეგობარი აქტი და ძირითადად წარმომადგენლობითი ფუნქცია ექნება აღნიშნულ განხილვას, თუმცა ამის შემდეგ კომიტეტის ფარგლებში ამერიკელი სენატორები გააგრძელებენ მსჯელობას
მიღწევობას მეგობარ აქტთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ წარმატებით გაივლის, რა თქმა უნდა, კანონპროექტი პირველად მოსმენას, თამამად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ეს კანონპროექტი მოიპოვებს უდიდეს მხარდაჭერას როგორც სენატორებში, ასევე კონგრესმენებში და კანონადაც იქცევა უკვე 18 კონგრესმენი თუ სენატორი უჭერს მხარს აღნიშნულ კანონპროექტს და თანაბრად როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატები, ასე ვთქვათ, უჭერენ მხარს ამ კანონპროექტს და ითხოვენ ოლიგარქის რეჟიმის დასანქცირებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც დღეს სენატში იქნება მსჯელობა, ეს არის ქართული ოცნების ძალიან მჭიდრო კავშირები და თანამშრომლობა ავტოკრატიულ რეჟიმებთან, რადგან მეგობარი აქტის ერთ-ერთი ძირითადი საკითხიც სწორედ არის ის, რომ სენატორები აკისრებენ ვალდებულებას ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას გაძლიეროს მონიტორინგი ივანიშვილის როგორც ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან მჭიდრო კავშირებზე, რადგან ავტოკრატიულ რეჟიმებთან თანამშრომლობაზე შეერთებული შტატები თვალს ვერ დახუჭავს და ბუნებრივია ეს ისევე როგორც ტრამპის ადმინისტრაციისთვის, ასევე შეერთებული შტატების ნებისმიერი მთავრობისთვის წარმოადგენს სერიოზულ წინაღობას, თუ რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას ნამდვილად სურს აღადგინოს ურთიერთობები ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ერთის მხრივ სასტიკი დარბევები აბსოლუტურად წარმოუდგენელი აპრობლემები და ავტორიტარული ნაბიჯები, რომელსაც განსაკუთრებით კანონმდებლობის ნაწილში გვყავს ოცნება და მეორეს მხრივ ეს მიდვილი რაღაცა შანტაჟი დასავლეთის, რომ ეხლა ანაკლიას ვაჩუქებთ ჩინელებს, ანაკლიას ვაჩუქებთ ჩინელებს. საბოლოო ჯამში იქამდე მიიყვანს ქართულ ოცნებას, რომ შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე და უფრო მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი იყოს ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან გადადგმული პირველი ნაბიჯები. კიდევ ერთხელ, ბევრი რამ გახდება ნათელი, თუ სინამდვილეში რა ტემპით ერთის მხრივ, მეორეს მხრივ რა შინაარსით და მესამე ვისი ინიციირებით და ვისი ლიდერობით შეიძლება ვნახოთ საქართველოს ამერიკის პრეზიდენტის საქართველოს აგროვება ამერიკის პრეზიდენტის სენატორი ჯიმ რიში, რომელიც არის პრეზიდენტ ტრამპის გუნდის წევრი, იქნება მთავარი მომხსენებელი და წარმდგენი მეგობარი აქტისა. ის არის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი და შესაბამისად ის ისაუბრებს საქართველოს შესახებ სხვა სენატორებთან ერთად, რა თქმა უნდა, რაც შეეხება კიდევ ერთ კანონპროექტს, რომელიც ინიცირებულია ამ შემთხვევაში უკვე შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში და რომლის ავტორიც არის კონგრესმენი ჯო ვილსონი. ჯო ვილსონმა ერთი კვირის წინ კიდევ ერთხელ დაინიცირა წარმომადგენლობით პალატაში ქართული ოცნების, ქართული კოშმარის არაღიარების აქტი, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით უახლოეს პერიოდში, რაც შეიძლება მალე ჩაინიშნება განხილვა ქართული ოცნების არაღიარების აქტისა, ამ შემთხვევაში უკვე წარმომადგენლობით პალატაში, რაც შეეხება მოსმენას, როგორც უკვე გითხარით, 1 საათში იწყება და TV პირველის მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს მეგობარი აქტის პირველ განხილვას.